რამით თუ ყველაზე მარტივად ერთ სიტყვით დაახასიათებ ქართულ ოცნებას და მმართველობის ამ სტილს, ეგ არის ორსახოვნება. სხვათა შორის ჩვენ დიდი სია გვაქვს. დავიწყოთ. მოკლედ დავიწყოთ პაპუაშვილი, კობახიძე, გივი მიქანაძე, სოზარი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხიც ხარები. შემდეგი არის გიორგი ხაინდრავა, ზაზა ლომინაძე, ნინო წილოსანი. ვაკო თურნავა, ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა მარტიაშვილები. გამარჯობა. დერეფანი ბრუნდება მე-7 ეპიზოდით. ეს არის პოდკასტი, რომლის განმავლობაში ჩვენ გავივლით იმ დერეფნებში, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს ჩვენს მაყურებელს და შევაღებთ ყველა იმ კარებს, რომელიც დაკეტილი არ დაგხვდება. რაც დაკეტილი დაგხვდება, შევანგრევთ. მოკლედ, შევეცდებით რომ ვილაპარაკოთ ყველაფერზე, იმისთვის რომ ვილაპარაკოთ ყველაფერზე და ძირითადად ისეთ რაღაცებს, რაც თქვენ გაინტერესებთ, აი, აგერ ქვემოთ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, გამოგვიწერეთ, გახდეთ ჩვენი subscriber-ები, იქვე დააჭირეთ აი ეს რაღაცა ზარი რო არის, მაგასაც რომ ხშირად გაიგოთ ხოლმე, როცა ვრუნდებით ახალი ეპიზოდით და რაც ყველაზე მთავარია, მოგწერეთ ბევრი. მოგწერეთ ყველაფერზე, მოგწერეთ იმ თემებზე, რომელიც გაინტერესებთ, იმიტომ რომ თქვენ რო ბევრს წერთ, მე კიდე უფრო მეტი ადამიანი გნახულობს. ამიტომ მოიწერეთ თქვენი აზრი. თუ გინდა გაგულანძღეთ, თუ გინდა ნუ გაგულანძღეთ, მაგრამ მოგწერეთ მოკლედ. რაც მთავარია. დღეს მე-7 ეპიზოდს გავუკეთეთ ძალიან საინტერესო თემაზე და ცოტა განსხვავებული ფორმატით. ჩემ თანამებრძოლთან და ძალიან პერსპექტიულ ახალგაზრდა ქართულ პოლიტიკოსთან, ოცო ფარულავასთან ერთად. გამარჯობა. მიხარია, თაზა შენთან ერთად. საინტერესო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. თან ჩვენ ხშირად ვისაუბრია ამ თემებზე და სხვადასხვა ფორმატში და ეხლა შევეცადოთ რომ რაღაცა საინტერესო თემები მევიტანოთ ადამიანებთან და რა ის ბუნება რა ძალიან იშვიათია ქართული ოცნების ფორმატი. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ, გვიყურეთ, საინტერესო გადაცემა იქნება და არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი გადაცემა. ორმაგი სტანდარტები რაც შენ ახსენე, ორსახობა. ორსახობა, როგორც რავი, მატყუარობის ყველაზე საზიზღარი ფორმა, ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, მაშინდელი დრამატურგები და ავტორები, მაშინდელ სპექტაკლებშიც კი გამოხატავდნენ ამას ორსახოვნებას, როგორც ტყუილის ყველაზე საზიზღარ ფორმას და რამით თუ ყველაზე მარტივად ერთ სიტყვით დაახასიათებ ქართულ ოცნებას და მმართველობის ამ სტილს, ეგ არის ორსახოვნება. ერთ ამბავს მოგიყვებით, მე სანამ საჯარო ცხოვრებაში წავიდოდი და პოლიტიკის დავკვებებოდი, მოკლედ აქტიურ კარიერა მქონდა კერძო სექტორში და ჩემი მიმართულება ბოლო 10 წლის მანძილზე კერძო სექტორში იყო ის, რომ მე ზედმეტად მუშაობდი საზღვარგარეთას და მე საქართველოშიც ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და ეხლა მე დავთო რას გავაკეთებ, ცოტა გამახსენებს ამ ჩემ ძველ პროფესიას, როდესაც ადამიანების სივებით ვინტერესდებოდი ხოლმე და ამ სივებს უყურებდი. დღეს თქვენთვის კოცების სივები მოვამზადეთ, მეგობრებო. კოცები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ გაგრილებულ ენჯოშნიკებს, როგორც პაპუაშვილმა თქვა და სხვათა შორის პაპუაშვილი ამით გამორჩეულია რა. ისეთი ნიჭი აქვს. პაპუაშვილი დავიწყებთ. შეუძლებელია რომ პაპუაშვილს ააცდინო. თან ძალიან უხდება ამ კაცს მის ჰაბიტუსს და გამომეტყველებას სიტყვა გაგრილებული. შენი ფავორიტ პერსონაჟიც არის მე. კი, ძალიან გრილი კაცი არის, აი ეს ორ პირში და შესავალიც რო გავაკეთოთ, ანუ კოცების ახალი კანონის მიხედვით ადამიანს, რომელსაც აქვს წინა საქმიანობა დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, ეკრძალება პარტიაში ყოფნა და პოლიტიკური საქმიანობა. კი. კომიკური აბსურდულობა იქნება პირველი ნაწილი ჩვენი აი ამ საუბრის და აი ამ კომიკური აბსურდულობა რატო არის, აი ამას მარტივად მიხვდებით. დიდი ძებნა არ უნდა ამ ადამიანების სივებს რო ნახავთ ინტერნეტში და ყველა ამ ადამიანის სივი საჯაროა. ამის მერე გადავალთ ნაკლებად სასაცილო ამბავზე, რაც არის სამართლებრივ სფეროში ორმაგი სტანდარტი, ანუ სახელმწიფოსკენ სასამართლო ხელისუფლების მიდგომა პირველი რანგის მოქალაქეებთან ბრძოლებში და მეორე რანგის მეორე ხარისხოვან მოქალაქეებთან, ანუ სხვადასხვა დამოკიდებულება ქოცისადმი და არაქოცისადმი და შემდეგ ისევ დაუბრუნდებით ცოტა სახალისო თემას, რომ ძალიანაც არ იმოქმედებს და დაგელაპარაკებით იმ ადამიანებზე და
აი მთელ ამ სიგიჟეზე, რომ ვიღაცა მილიონერები დაждდებიან, რომელიც ბოლოს ბაზარში არ ვიცი ალბათ 95 წელს იყვნენ. კვერცხის სექტორი არ აინტერესებს. არიციან. და ლარის კურსი ისევ ლარი და 60 გონიათ. აი ეგეთი ხალხი როგორ დაждდა რაღაცა კომისიაში და გადაწყვეტს თქვენ როგორ უნდა გადაიხადოთ ნაკლები კვერცხში, პურში და ზეთში. დავიწყოთ? დავიწყოთ. მოკლედ დავიწყოთ პაპუაშვილით რა. პაპუაშვილი, რომელიც მისივე კანონით წესით თუ ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანობა და კანონი აღსრულდება, ვერ უნდა იყოს პოლიტიკაში და ვერ უნდა აწარმოებდეს პოლიტიკურ საქმიანობას. მისი საქმიანობა სხვადასხვა საკუთარ თავს უწოდა. მე 2020 წლიდან პოლიტიკაში ვარ და კარგად გაგრილებული ადამიანი ვარ რა. იქ ძალიან გაგრილებული კაცია, ორ პირში ყავთ დაყენებული კოცებს, მართლა პოლიტიკურ ორ პირში ყავთ, ანუ ვისაც ეგ კადრულობს ალბათ ბევრი კოციც კი არის კადრებს, ანუ კაცი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობით და ყოველ ტიპს აქვს საქმე. ყოველ დილით გამოდის და ანძღავს ევროპას. ევროპელებს, ყველაფერი ევროპულს, ანუ განსაკუთრებით გერმანიას. განსაკუთრებით გერმანიას. ოღონდ აი გერმანია რამდენად სასაცილო არის ეს კაცო გერმანიას ლანძღავს და მე გარიყო რა მე და ობახიძეს ვთქვა ხორობაში ენჯოში არ მუშაობია. მაგას არ იტყუება ხალხო. ჩათ ენჯოში არ მუშაობია უარესი. აი ენჯოებს რო აფინანსებს, აი წყარო პაპუაშვილის თელა მითოლოგიაში ბოროტების წყარო რაც არის, ხო? Deep state. Deep state რაც არის ფონდები. ისინი ის გაწემენ ფულს. და მე პაპუაშვილი მაქს ფერდონ მახსოვს სხვა შორის თავიდან. აი ასეთი ფონდის წარმომადგენელი იყო, რა ვიცი, მთელი თავის ცხოვრება. არა, უბრალოდ ისე, მთელი თავის ცხოვრება. ვკითხოთ მის CV-ში. 2007 წლები იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ცნობილი GIZ, მანამდე GTZ ერქვა, უფროსი სამართლებრივი ექსპერტი იყო. მისი კარიერა დაიწყო ცხოვრებაში ამით. მანამდე გაგახსენებთ, რომ ზალცლანდის უნივერსიტეტში, ზალცბურგში სწავლობდა. გერმანიაში, ზალცბურგი, რომელიც თბილისის დაძმობილებული ქალაქი იყო ოდესღაც და ბოლო 1 წლის მანძილზე ეს დაძმობილება უკან გაიწვიეს. მაგ ქალაქში სწავლობდა, მერე კარიერა დაიწყო გერმანიის სახელმწიფო ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაში. მე 2007 წლიდან ან გადაერქვა სახელი, ან გადავიდა სხვა რაღაცაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ იწყებს ჯგუფის ხელმძღვანელიდან და ამთავრებს GIZ-ში კარიერას 2020 წელს, როცა პირდაპირ კონცეფტში უკრავენ თავს, როგორც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი. თავარი წარმომადგენელი Deep State-ის საქართველოში. Yes, 13 არა, 17 წელი. ხო. 17 წელი ტიპს ხელფას უხდიდნენ გერმანიის გადასახადის გადამხდელები. აი ამ არსებას. აი ამას 17 წელი, ანუ ბევრად უფრო დიდი ხანი, სანამ ის კოცია, კოცი ისეთი ეს ცოცხალი კოცია. ფაქტშორის გაგრილებული კი არა, თათარი ახლი კოცი არის. ახლად შემოგდებული არის 2020 წლის თაობა კოცების, ეს ისეთი თაობა არის სხვადასხვა. ძალიან შავრაზმული, მაგრამ ახლები არა, თათარი ახლი ხალხია. 2020-ში შემოვერთ და ახლოსაც ვერ მოვა, ხო 5 წელია რა. ხო, ანუ ექსპერტის პოზიციაზე აქვს GTS-ში. ხო, მთელი კარიერა აქვს რა, გატარებული. 17 წელი აქ მუშაობდა ხალხო, გერმანიის გადასახადის გადამხდელები ამას და ამის მოდგმას ინახავდნენ. სხვათა შორის პაპუაშვილი არის ოსტატი რეალობის გამრუდების რა. მე მახსოვს მისი განცხადება ყველაზე მეტად რომ უცებ ერორი მომივიდა რა, ვერ მიხვდი რა ხდებოდა, რანაირად მოახერხა რომ აქედან ეს გამოიყვანა. მადურო როცა დააკავეს, გამოვიდა და თქვა რომ ესე იგი ეს ამას ნიშნავს რომ ევროპაუსიო ფაქტორი აღარ არისო საერთაშორისო პოლიტიკაში. ანუ პუტინის მაკაცი დააკავა ამერიკამ. პუტინის C300-ები და C400-ები, რომელიც არ ამუშავდა და სრული კოლაფსი განიცადა. ნახე, პუტინის სპეცრას გიცავდა. ესე ადროს დაკავება მოხდა და გამოვიდა და ამბობს რომ ხო, რავი, ევროპა აქ არაფერ შუაში არა. ეს უკვე ამის ფაქტია. ხო, სინამდვილეში მარტივად ჟღერს ყველაფერი. ეს ტექსტი მოუხდებოდა, ოღონდ რუსეთი უნდა ეთქვა არა ევროპა. კი. სურკოვი განთქმული კაცი არის, ესეთი ამ ბოლოს ძალიან პოპულარული ფილმი გადაიღეს. მასზე აი ამ სურკოვის ეს მოდელი რაც ესენი გვაცხოვრება, სუვერენული დემოკრატიის მოდელი. არის სურკოვის გამოგონება. მაგ ძალიან საინტერესოა ის კაცი ახლა სად არის, ღმერთმოუწ არავინ არ იცის სინამდვილეში, გამოაშთეს. რატომ? იმიტომ რომ პუტინს რაღაც მომენტიდან არც სუვერენული და არც დემოკრატია აღარ ჭირდება. ფასადური რაღაცები არ ჭირდება. მაგრამ ფასადურში არის იდეალური. აი ამ კაცის, აი ამ ჟანრში ჯდება იდეალურად ჩალვა
პაპუაშვილი, აი იდეალური ნაჟური არის, აი ამ რაღაცა რუსული სპეცსამსახურების, დამყნობის, ქართული ოცნების რაღაცა შავრაზმულ იმაზე რა ქვია საფუძველზე აი ეს გამოდის ბოლოს მე რუსის და ქოცის შერწყმით გამოდის შალვა პაპუაშვილი ჰიბრიდული ქოცი კი ჰიბრიდული ადამიანი ზოგადად და შალვას საქმე არის რომ დღეს ლანძღოს ყველაფერი რასაც მთელი ცხოვრება წარმოადგენდა სხვათა შორის ჩვენ დიდი სია გვაქვს მაგრამ ახლა ბევრზე ვერ ვისაუბრებ ხო არ არის ეგეთ საინტერესო არა აი რამოდენიმე ისეთი ადამიანია ვინც ახლა ამ მინისტრთა კაბინეტში ქართული ოცნების ისეთი დიდი პოზიციები უკავიათ. სხვათა შორის მთავარი კობახიძე. ბატონი პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული. რომელსაც გუშინ მიუძღვა პროპაგანდისტულმა მედიამ საათნახევრიანი გადაცემები. ოღონდ კარგი იყო. სასაცილო რა არის? მანდაც ორმაგი სტანდარტი აქვს რა. თუ დააკვირდები, აი კობახიძის ღარიბაშვილის პრემიერობის ტექსტები რა, როცა აჯამებენ და სიუჟეტებს აკეთებენ. ტექსტი ზუსტად იგივეა. ხო, უბრალოდ სახელი იცვლება. აი ახლა მარტო გვარი შეიცვალა, კობახიძე შეიცვალა რა. და ეგრე აქვს იმედის კვირას აქვს გადაცემა წლის შემაჯამებელისა რა, თუ ვინ რაქნა რა და იქაც წლის შემაჯამებელი შეგვიძლია რაღაცა სტრუქტურების ტიპებს ასახელო. 23 წლისას რო უყურო და 22 წლისას იქ ლილუაშვილი ღარიბაშვილის ქვება მიდის რომ ამ ადამიანებმა რაღაცა იხსნას ჩვენი ქვეყანა და ეხაც იგივეა რა. უბრალოდ ესე ვიღაცა ძალიან მარტივი სამსახური აქვს იდეაში მეგობარს იმედში რომ უბრალოდ სახელები უნდა შეცვალოს ტექსტი იგივე სწავლებს და ხო მაგრამ უადვილებს ბიძინა ამ საქმეს და სახელიც იგივე დატოვა. ეგ რაღაც ახალი ჟანრია ჩემთვის ხო ჩვენს პირველად აღმოჩნდა არ მქონდა იმაზე მახსოვს აი იმაზე კახელზე ციხეშვილზე ღარიბაშვილზე მახსოვდა რომ ის იყო რა ქვია რა მახსოვს იცი სადღაც ჩავიდა სად არ მახსოვს და ბუჩქებიდან რომ ვიღაც ტიპები გამოდიოდნენ და ბატონო ეგ ხო ეგ ის იყო რაღაცა ის ეგ მახსოვს ჩრდილოეთ კორეის ის იყო რა ქვია ხო ეგ ის უფრო კომიკური იყო ჩრდილოეთ ის სასაცილო იყო და ეს ისეთია რა ეს საზიზღარია თან სულ ძალიან ცუდ გემოს გიტოვებს რომ უყურებ და აი ერთია რომ ეს ტიპი ვიღაცა ჟურნალისტი ამას უმახიანად ყვება და მეორე არის რომ თანამდებობის პირები პოლიტიკური თანამდებობის პირები მე გამოდიან და აი რაღაცა ზეიმზე რომ ბავშვებს ერთ ლექსს უნაწილებენ ხოლმე ბევრად აი ეგრე განაწილებული ტექსტი რო აქვს ამოვარჩი აქედან რომელი კუპლეტიც გინდა იმაზე რომ მოყვა ციციბურაზე მაგარი ისტორია რომ მოყვა ვეფხისტყაოსნი და რა შეხვდება არ ვიციო და რამე ის არ შემხვდესო და კობახიძეც აი ეგეთი ტექსტები ტიპები გამოდიან და პრემიერ-მინისტრს აქებენ მინისტრი ქვია იმის ამის და ღმერთია მაშ 2 წელი რატო უნდა აღნიშნო გამაგებინე ხო თან ისაა აღნიშნავია ანუ ამ დროს ანუ ნაკლი საერთოდ არ აქვს ამ ადამიანს რა ეგ არ უნდა ახსენო ნაკლი მე რეჩდება ეგ არ უნდა ახსენო საერთოდ ნაკლი მე როგორ რჩება ხო იცი წავა ბავშვებს მოუპარა თურმე ცოტა ფული და რაღაცა ეგ არის მეტი რა მოხდა ვის არ მოუპარია საქართველოს ბაღებში ფული ვის არ უჭამია ის რა ქვია ჯარისკაცების ტანსაცმლის ფული რა მოხდა მე ოღონდ ეგ მე ერთო მანამდე ღმერთია გადაარჩინა ქვეყანა ომს იმას ამას ესე მარტივად რო გავყო ირაკლი კობახიძეს აგრეთვე ისიც მუშაობდა დედა ორგანიზაციებში საერთაშორისო გაეროს განვითარების ფონდი მანამდე USAID-ის პროგრამის კოორდინატორი რეგიონული კოორდინატორი მე გივი მიქანაძეს მაინც თავად დამსახურება ის არის რომ ეს კაცი მთელი თავის კარიერაში განათლების მინისტრიც იყო ყველაფერი იყო მაგრამ მთელი ცხოვრება იქნება ადეიშვილის მოადგილე გენერალური ისა რა იუსტიციის მინისტრი ადეიშვილის მოადგილე სასჯელ ახსრულების მიმართულებაში და ციხის ბუნტის ავტორი იქნება მთელი თავის ცხოვრება მაგრამ ამის გარდა ამ კაცს უმუშავია ევროპის საბჭოში გაეროს განვითარების პროექტებზე ეუთოს პროექტებზე ევროკავშირის პროექტებზე ამით იყო მთელი ცხოვრება დაკავებული ჩემს ყოფილ მეგობარს ირაკლი ჩიქოვანს აგრეთვე ჩიქოვანიც კი UNDP-ისთვის ნამუშევარი და რა მთელი ოჯახი იქ მუშაობს სოზარი არის გენიალური სოზარი ყველას კარგად იწება 96-2004 წლები რადიო თავისუფლების კორესპონდენტი და სოზარის ერთ-ერთი ვიდეო შემხვდა არქივიდან 7 ნოემბრის დარბევის აქციის კადრებია და მან რო იძახის რომ აი ბელარუსის გზას დაადგა და ლუკაშენკოს ააგეშვა მე იცი რა ქნა დინა გაგახსენო მე შენ ძალიან პატარა იყავი მაშინ მეც პატარა ვიყავი მაგრამ ეგ მახსოვს სოზარ სუბარი იყო პირველი კაცი მაგ იმეებს რა ქვია ამბებს მოყვა არჩევნები აი 7 ნოემბრის ამბებს მოყვა არჩევნები მიშამ დანიშნა არჩევნები
ეგ არჩევნები იყო პრობლემური არჩევნები 5 იანვარს და კარგად მაგრამ საიზღარი არჩევნები იყო თბილისს წააგო მარნეული დემით ამოკაჩა მოკლედ და მიშა გახდა ისევ პრეზიდენტი იცი ვინ იყო კაცი ვინც პირველმა მიშას ლეგიტიმაცია მიცა და გაუბრავა სოზარსკულა რომელიც მანამდე ბელორუსში იღვიძებდა და ჩვენი ერთ დღეს 2000 სიტყვაც მოუხდება ეს რომელსაც ამას ვერ ვიტყვით აქ კი ხო მაგის თქმა არ შეიძლება მაგრამ სოზარმა იცის ეს სიტყვა და იცის რა არის ნუ სოზარი საერთოდ ამ ქოცური გაგებით ჯოჯოხეთის მაშხალა არის ანუ ის მუშაობდა რადიო თავისუფლებაში მერე იყო თავისუფლების ინსტიტუტში მერე იყო სოროსის ფონდში და ნუ მერე გარდამის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველიც იყო ანუ სოზარიც არის კლასიკური NGO-ს პროდუქტი არის ამ ქვეყანაში ნიკოლო სამხარაძე არის რაღაცა წვრილფეხობაში რო წავიდეთ სამხრეთ კავკასიის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი ექსპერტი იყო და გაეროს განვითარების პროგრამაში მუშაობდა მაია ბითაძის კარიერის კითხვა მართლა არ შეიძლება გონია რომ რაღაცა ნულოვან წერტილზე ეს გოგო გაჩერებული სადღაც მაგრამ ეგეც ეგ არის რა ხო ასევე აქ არ გვაქვს მაგრამ ისა ვინც გადაგვარჩინა ქართველი კაცები გათხოვებას მარიამ ლაშხიც მარიამის ხო რავი მე რაც ვინ მარიამს ამადგან განსხვავებით ყველასგან ყველაზე დიდი ხანია ვიცნობ და რავი მარიამ ლაშხიც ესეთი კარგი კარიერისტი NGO-ში მაგრამ მის ის კადრი არ მოვიწყდება რა ძალიან სერიოზული სახით რო დგას და კაცები არ გათხოვდებიან და გვამშვიდა რა ხო მოკლედ ამ უბედურებაში ვართ სამწუხაროდ რაზეც ახლა ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ მაგრამ ძალიან ბევრ გაგრილებულ ყოფილ NGO-ში ნახავთ ქართულ ოცნებაში, რომელსაც მისივე კანონით ეგზალებათ. ხო, მოკლედ გაგრილებაზე ჩვენ და დავადგინოთ აქედან და კანონის მიღების საბოლოო წერტილამდე რა ნიშნავს რა მდგენელი გაგრილება. ანუ გაგრილება არის რაღაცა დრო, რომელიც გადის პაპუაშვილი და ივიწყებს თავის NGO-ს წარსულს. შეიძლება მონანიებაც იყოს. გადააწყობს მთელ თავის ფინანსურ სისტემას იმაზე, რომ ბიზნესს ჯიბიდან იღებს და აღარ ჩიჩქნება იმაში, რა ქვია, გერმანული განსახადების განხორციელების ჯიბში, ეგ ერთი თუ აუცილებელი ფაქტორი გაგრილებისთვის არის რომ კოცი გახდე. კოცი გახდე და ხო, ეგ გავარკვიო. ყველაფერზე ხელი აიღო. ეს ახლა ძალიან ცოტა პატარა ჩამონათვალი გაიგეთეთ, რავი, იქ ვისაც რაღაცა სამი სიტყვის ერთმანეთზე გადამა შეუძლია კოცებში ხალხო რო გესმოდეთ, სამ სიტყვას ვინც ერთმანეთს აბავს ტელევიზორში და ამბანის 33 100-ს ცნობს, ეგ ტიპები ყველანი ნამყოფები არიან არასამთავრობო სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებში. ყველა დანარჩენი თქვენთონაც იცით. ზოგი ტატამზე გინახავთ, ზოგი შტანგით ხელში, ზოგი არ ვიცი სცენაზე ომახიანად კახეთო ჩემო კახეთოს რომ ღერის, იმ საწყალკაც მონაკოშიც არიან. იმ საწყალკაც მინდა, ვიღაცები მონაკოში ნაშებში, იმ საწყალკაც მინდა ამასინათ ნახე, იმის კახეთო ჩემო კახეთოს კაცი გამოსული იყო და რაღაცა საკითხული იჯდა და აი გაწაწოდაობად კითხულობდა რაღაცას, გაეშვი ძმაო, აი სიმღერაა კახეთო ჩემო კახეთო შებერე არ არის ლაპარაკი კი არა კითხვა არ შეგიძლია ხო ხედავ ან იوارჯიშე კითხვაში მხატრულში მაგასაც ამბავი ჭირდება და ნუ არ გავაგრძელებ მოკლედ იცოდეთ რომ არსებობენ აი ეგ კატეგორია კახეთო ჩემო კახეთო და აი კახეთო ჩემო კახეთო თუ ვინც არ არის მოხვედრილი პარლამენტში ყველას რაღაცა მომენტში NGO-ში ნამუშევარი აქვს ანუ მაგ პარლამენტში წესით უნდა დარჩნენ ისე სხვათა შორის მე მახსოვს ამ ადამიანებს რუსთავში დაუდგეს ძეგლიც ის კარგი ძეგლი რომელიც რუსთავში დადგეს მე მგონი ხო ეგეც იყო კი ეგ იყო მე აიღეს პროსტა ეგ ძეგლი კაი ამით მე მგონი ეს ნაწილი შეგვიძლია რომ თქვა რომ ამოწურულია და უბრალოდ თქვენთან გადაწყვეტეთ რამდენად აი ეს ყველაფერი აბსურდია ვისთვის სასაცილო ვისთვის არა ეგ გადაწყვეტილება თქვენთვის მომიდა უბრალოდ მასალა არის იმისთვის ძალიან მარტივია გაარჩიოთ თეთრი და შავი დაფიქრდე რა რომ გუშინ როცა იქიდან ჭამდნენ კარგი იყო დღეს როდესაც მტრად მიგვიჩნევენ და მივიცნო სამხალხო სექტორის მოკლა უნდათ დღეს ყველაფრის კადრება შეიძლება მათ შორის იმის თქმაც რომ მე გავგრილდი და ისა ლომჟარია ცხელია ჯერ აი ამას აწובה შალვა პაპუაშვილი გადავიდეთ ცოტა უფრო რთულ თემაზე ძიმე საკითხი ძიმეზე რომელიც არ არის სამწუხაროდ რომელსაც ვერ გავიცინებთ აი ეს ყველაფერი აი ხო დაიმახსოვრეთ რას ვთქვით აი ხა წარმოვიდგინეთ და ეგ გადაიტანეთ სასამართლოში რას ნიშნავს ეგ ნიშნავს რომ ასევენ ადამიანები რომლებიც არიან მათი მომხრეები მხარდამჭერების სისტემის ნაწილი ასე შემდეგ არ თანდოების პირები თუ უბრალოდ მხარდამჭერები რომელთაც უდგებათ სამართლის ერთი სტანდარტი და ვარსებობთ ჩვენ ყველანი ვინც ამას უყურებთ ვინც გვზივართ ვინც ახლა აი ამ კამერების უკან არიან ყველანი ჩვენ ვინც მეორე ხარისხოვანი ადამიანები ვართ ივანიშვილის სისტემაში და ჩვენს თავზე გამოგვიცდია რა უნდა საკუთარ თავზე გამოგვიცდია ჩვენ დაგატყვევეს საერთოდ ხო რავი აი ამ სასამართლოში აი ამ ტიპებმა რომელსაც ეგ კიდე ცალკე ფენომენი არის სერვერები
როდესაც ყველა ავტოკრატია შობს რაღაცა კასტებს, რომელიც ხელშეუხებელი არის. ოღონდ რა ვიცი, კი არ ვამბობ, კარგები არიან. ოღონდ რაღაცა ისეთი იმ რეჟიმისთვის, ირანული მაგალითად, ხო? ირანული რეჟიმისთვის რევოლუციის მცველთა корпуსის საამაყო ამბავია. და ეხლა მოგწონს არ მოგწონს და რა თქმა უნდა არ უნდა მოგეწონოს რეპრესიული სისტემა. ოღონდ ის რაღაცა სისტემა დგას რაღაცა ნაწილი ამ ადამიანის. სახშიშია სისტემა რაღაცა ესეთი მძლავრი ინსტრუმენტი არის. ქოცურმა ავტოკრატიამ რა შექმნა აი ამ რაღაცა მიდღემში გაოფლილი მიდღემში გაოფლილი რაღაც ერთ საცოდავ საროჩკა შემოხეული ეს მარტიაშვილი და მარტიები მისი თუ რაც არიან პატარა ბიჭუნები და მოხუცი შეუმდგარი პოლიციელები რომლებიც რომელსაც უერთჩვენებთ და რომელსაც როიცოდეთ კანონში ეგრეთ წერია რომ რა ჩვეულებრივი ადამიანები არიან რომელსაც არაფერის უფლება ხელი შეხების უფლება არ აქვს არავისადმი უბრალოდ მომწესრიგებლები არიან სასამართლო სივრცის მანდატურებს გულისხმობ ამ ტიპებს ერთჩვენერ დღეს უთხრეს რომ ეხლა თქვენ ყველაფერს უფლება გაქვთ თავზე გადაუარეთ ვინც მოვა იმიტომ რომ გვესმის რომ ეხლა ვეღარ იტანა ან უკვე რა აქვს იცი ამ ადამიანებს ანუ იქ უკვე როცა დაიხურა პროცესები და ვერც კამერები იღებს რა ხდება რეალურად შეგნით უკვე ვეღარ არჩევენ არის რაღაცა პროცესები რომელიც პოლიტიკური არ არის და რაღაცა სამოქალაქო დავები არის ეს ადამიანები უკვე ვეღარ არჩევენ ვინ არის და ყველასთან არიან აგრესიულები ანუ ეს მარტიაშვილი არის განსაკუთრებით აი ისეთი ხო ეგ არის ძალიან კაცობრიობასავი ძველი ამბავი twin გამორეცხილი არარაობა რომელსაც პატარა კაცები ძალაუფლებას ხო ის ამ ძალაუფლებას იყენებს როგორც ეს შეეფერება არარაობას ამიტომ მივიღეთ ეს კასტა ოღონდ ხო კიდევ ერთხელ ვამბობ რა რაღაც ივანემ რისხანემ შექმნა ოპრიჩნინა ჰიტლერმა შექმნა SS-ი ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა მარტიაშვილები აი ეგ არის ამ ავტოკრატიის სახეთაც ძალიან კარგად გამოდგება რა რო შეადარო იქით რა ირანის რევოლუციის ცველებს აქეთ SS და ჩვენთან აი ეს რაღაცა იმის რა ქვია დასურილი თეთრი ფერის პერანგიანი გაოფლილი შუახნის საწოდავი კაცები რომლებიც ხო თავის მთელ გასაჭირს ანთხევენ პატარა გოგოებზე რომელსაც ხელში წუნებიან და ჩემი რა მოსატანია მე ხო მათრიეს და ამით გამოავლინეს იქ კამერები რო გაქრა იქ მერე მლანძღავდნენ თან მაგინებდნენ და იმ დღეს დააკავეს ნინო დათაშვილი რომელიც შემდეგ აბსურდის გამო ციხეში იჯდა დიდი ხანი პროვოკაციასაც ხშირად აწყობდა. და აი გოგო ხალხს რა ვიცი, აი პატარა ხალხს ფიზიკურად ყველას გაქვთ ანახე კადრები, როგორ უგრიხავენ ხელებს და რა დღეს ჩაგდეს თქვენ ძალიან კარგად იცით და ეგ არის ყველაზე ნათელი სახე რეჟიმის კომიკურობისაც, რეჟიმის საცოდაობისაც და იმისაც თუ როგორი ავტოკრატია რა შესაძლებლად ძალიან მარტივი არის. ოპრიჩნინა, რა ვიცი, FSB-ს და GRU-ს სპეცნაზი და ამათმა შექმნეს ეს. აი, ვერ დიტყვი რომ აი ის ხო არის რომ GDD ერთ-ერთი სიმბოლო ხო არის ეს ხარება და ხუთიანი ვერ შექმნეს. ეგ რო შეექმნათ და GDD-სგან აი მათი ჩამოყალიბებული корпуსი ყოფილიყო აი ამ რაღაცა რეჟიმის ცველების დღეს ეგ ის კაცი რა ქვია ეს სურო კაიფში არის. ხარება იქ იქნებოდა სადაც არის, მაგრამ ფაქტია რომ ვერ შექმნეს. აი ეს შექმნეს, ამან გაუგზავნა. ხო, ამან გაუგზავნა. აი ეს არის რა, ქოცული რეჟიმის სახე ეს არის. ხო, დიდი ის არ არის, რაოდენობაც არ არის, ამდენი. არა, რამოდენიმე კაცია. ათეული ადამიანია. ცხოვრებისგან დაღლილი რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც უთხრეს რომ ხელფას კი არ გაგიზდით. მიგიშვებთ რა. და რაღაცა აი ძალიან ბოლო დღის ბოლო როცა არის, რაღაცა გაიშნიკებს გმონა რა. გაიშნიკები არიან. ხო, ანუ გაიშნიკები არიან. ეხლა ყველას კარიერას რო გადახედო, ხო მარტიაშვილზე ვიცით თან. არის რა პოლიცია გამოგდებული, ვერ შემდგარი პოლიციელია. პოლიციიდან გამოგდებული ძირითადად არიან ეგეთი ტიპები რა. სადღაც შეგროვილი ნაყარი ძალოვნა გამოდგა, ხო? ძალოვნა თუ არ გამოდგა, ეგ ნაყარი. ხო, გარდა ამისა მთავარი, რაც აქ არის. ორმაგი სტანდარტი თვითონ სამართლის რა. ერთ-ერთი ბოლო აი ეს თქვი რა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ბოლო, აი ეს ისა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჩარაშიძე, რომელიც რესტორანში დაპირისპირების ფაქტზე დაუპირისპირდა პოლიციელს და გავრცელდა ამას წინ კადრები თუ როგორ კატასტროფა რაღაც. გალახა ეს პოლიციელი და ამის კადრებს ჩვენ უყურებდით. ამ დროს არ დაგავიწყდეთ მზია ამაღლობელი, რომელსაც თურმე ისი ატკინა იმას რა ქვია იმ პოლიციას აღარ მახსოვს. არც მინდა დავიმახსოვრო სახელი. ხო, შემდეგ როტიროდა რა რაღაცა
ტკივილისგან ვიცდიდი მთელი დღების განმავლობაში სილის გამო. სამართლე. ეს ადამიანი გამოუშვეს 30,000 ლარიანი გირაოთი. შემდეგ უბრალოდ იმდენად აბსურდი იყო მზიამაღლობელი ციხეში და ეს ადამიანი გარეთ. ოღონდ მზიერ გამო არ გავუკეთე. არა, რაღაცა შიდა დაპირისპირების ამბავის გამო, შენ არ ვიცი, ეგ ინფორმაცია არ მაქვს. ისევ დააბრუნეს ციხეში, როგორც ვიცი. შეხედე რა მოხდა, მე არ ვიცი ახლა თავს ვერ დავდებ რო ახლა ვამბობ ახლა არ გამოვიდეს ამ ექსკლუზივი, შეხედე რა მოხდა, აქ ხო თავი რა არის? რაღაცა იმ სუფრაზე რაღაცა კასტა დაუპირისპირდა. ადგენ ეს ტიპები გაიყვანეს იქ რაღაცა მოკრიმინალურ ელემენტებთან ერთად ფიგურირებს ეს ტიპი რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე არის გადის უმოწყალოდ ცემენ პოლიციას უმოწყალოდ დასისხლიანებულია ის კაცი მერე რა მნიშვნელობა აქვს ხარშეულ მაგ დეტალებში რო შევიდე რის გამო მოხდა ეგ კიდე ცალკე უბედურება უმოწყალოდ ცემენ ამ ტიპს მე უკვე ამას იჭერენ და ისინი გარბიან მიმალვაში არიან ამ ტიპზე გადაწყვეტილება ის კი არა რომ ეხა ციხეში ამ კაცზე გადაწყვეტილება შარაშიძეზე იყო რომ 30,000 ლარიან გირაო შეუფარდეს აი ეგ იყო ამაზე გადაწყვეტილება უბრალოდ მე ის ორი ტიპი დაიჭირეს იმ ორ ტიპს გარეთ ვერ გამოუშვებდნენ რატო იმიტომ რომ ისინი მიიმალენ აი ერთადერთი მშვიათესი შემთხვევა რატო შეიძლება წინასწარ პატიმრობაში ადამიანი ყავდეს ჩვენთან ხო აბსოლუტურად დაასწორებს წინასწარ პატიმრობას ეს ხო აბსოლუტური კანონობა არ აცხადებს წინასწარ პატიმრობის თავარი მიზეზი შეიძლება იყოს ის ორი რამე ერთი რომ მოწმეებზე ზემოქმედების საშუალება აქვს და მიმალვის საფრთხე ისინი მიიმალენ შესაბამისად მათზე გირაოს უბრალოდ ვერ იზამდნენ თორე რა თქმა უნდა მათზე გირაოს გაუწელებდნენ და აქ მიხვდნენ რომ პრობლემა არის ერთი რომ გურია პატარა და ყველაფერი გაიგო და მეორე ნუ შეუძლებელია ისინი ამაში ყავდეს და ამ ტიპზე არ კონცერტ სასამართლოს არაფერში აღარ ჯდება სტანდარტს არ ვახსენებ თვითონ სტანდარტი ისედაც კიდიათ რუსეთის სასამართლოში უბრალოდ არაფერში არ ჯდებოდა რომ ამ კაცს ყველანაირი რესურსი აქვს ერთის თანამდებობის პირია ყოფილი და ხოცურწიაღიდან ისეთ გავლენასაც მოახდენდა ხო ჩიგოგიძე ბულკივით კაცი ვარო გავლენასაც მოახდენდა მოწმეებზე და გაქცევის საფრთხეც იყო ამიტომ დააბრუნეს და ამის პარალელურად იგივე ამბავია შეხედეთ პოლიციელზე ძალადობა ძალოვანზე ძალადობა ის არა ქვია თან არ დაგვიწყდეს ის პოლიციელი მზიამაღლობელს როგორ მოექცა ღირსების ამბავი იყო იქ და რა თქმა უნდა ამ ორი кейსის შედარებაც არ არის ჩემი აზრით სწორი მაგრამ ხო ეგ არის რა ანუ ის ვიღაცა დავით ჩარაშიძე რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეა მაგრამ თან რაღაცა ქურდულ სამყაროსთან ახლოს არის რესტორანი და ეს კლასიკაა კოცის ყველაფერში რო არის ყველაფერში კი ეს საბჭოთა რაღაც მენტალიტეტის რაღაცა ეს ამბავია მოსულა ეგ ასევე გვაქვს ილია ღუდუშაურის წინასწარ აი ბოდიში აი ამას ვიტყვეთ და მზიამაღლობელი აქეთ რომელიც წინასწარ პატიმრობაში და მისჯილი აქვს სილის გაწმის გამო ანუ ერთი და იგივე მუხლია ხალხო პოლიცielis ფიზიკურ შეურაცხყოფა იქაც გალახვით შედეგად უმოწყალოდ ცემა და აქ ის არა ქვია ის ყმაწვილი დგებუაძე რომელიც ტკივილი იგრძნო როდესაც ამ ქალბატონმა ამაღლობელმა სილა გააწყდა აი ეგ არის განსხვავება მე გადადი აი ამ ეს კიდე რაღაცა ეს უკვე აქ რაღაც რელეთი შემოდის ხო აი ეს უკვე ამათ ჟანრის კლასიკად იქცა რა რომ ვიღაცა ტიპი რომელიც ახლა ქოცების პერიოდში სახელმწიფო თანამდებობის პირია ბავშვებს მოპარავს ფულს, იქეთ რაღაცა ტენდერებიდან მისი ნათესავები მილიონებს გააკეთებენ. აი ეს ადამიანი შემდეგ მიდის, პროკურატურა იძიებს საქმეს და გირაოთი გამოდის. ამ დროს ჩვენ ქართველი ხალხი კარგავს რამდენს მილიონობით ლარს. აი 2,138,000 ლარის მეტი გადაუხადა. ამაზე მეტი გადახდილია ერთ კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა და მისი ახლობელი და რომელმაც წინასწარ და იცოდა ყველა პირობა და გაიმარჯვა ტენდერში. ხო, ნუ სატენდერო პირობებიც როგორ ირჩევა, ხო? ისე რო ვთქვა, ანუ იმდენად ახლობენ ამ სატენდერო პირობებს კონკრეტულ კომპანიებზე, რომლებიც მათთან დაკავშირებულია, რომ რაღაცა რა კომპანიის დირექტორის სახელი უნდა იყოს ნუგზარი. აი ეს არა აქვს ჩაწერილი, მაგრამ რაღაცა ეს ჟანრია რა, რომ ეხა შეხედეთ მან რა არის მნიშვნელოვანი. ხო არის 2,200,000 დაახლოებით. შეგვიძლია იცით რომ ამ კაც არ დაიჭერდნენ. აი ჩვეულებრივი ამბავი რომ ყოფილიყო ამ ტიპს არ დაიჭერდნენ. რატო დაიჭირეს ეს ტიპი? სიამოვნებაში მთავარი ტარგეტი, მთავარი მიზანი ღუდუშაურების ოჯახში ილია არ ყოფილა. მთავარი სამიზნე ღუდუშაურების ოჯახში, აი კობახიძის ამ ოპრიჩნინის დღეს იყო ილიას ძმა ვლადიმერ ღუდუშაური. ვლადიმერ ღუდუშაური რომელიც ფიგურირებს აი იმ საქმეში, რა ქვია, ჯუანშევ ბურჯოვაძის საქმეში. მინისტრის ჩვენი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, რომელიც დღეს ციხეში ზის. ეს ვლადიმერ ღუდუშაური
ამ ვლადიმერ გუდუშევმა მოასწრო მიმალვა. ანუ საქართველოსთან გაიქცა. როდესაც გაიგო არ ვიცი რა გზით, გაიგო რომ ეს ამბავი დაწყებული იყო, ის ციხის ბჭყალებში პასაჟირი იყო, გიორგი ხაინდრავასთან და მინისტრის ერთ-ერთ ახლო ნათესავთან ერთად, გაიქცა ქვეყნიდან. ეს კაცო გარბის ქვეყნიდან იჭერენ ამის ძმას, აგრეთვე კორუფციონერს, ისე კი არა რომ ის პატიოსანი კაცია და უბრალოდ უჭერენ. უჭერენ ძმას, ის ჩამოდის მერე, მას იჭერენ და მერე გირაუთი ანთავისუფლებენ ძმას ხალხო. ანუ ეს რეალობაა, რამეს კი არ ვიგონებ. თქვენ თვითონ შეგიძლიათ უბრალოდ გადაახვიოთ ინტერნეტში მოძებნა და გაცვლა მოხდა იდეაში. ქრონოლოგია არის ეგ, გაცვლა მოხდა. ანუ ერთ ოჯახში ივანიშვილმა ერთი ძმა უნდა და მეორე დაიჭირა, ის ჩამოვიდა, ეს გაუშვა. წესი დასაჭერია, მაგრამ ეს გაუშვა. ის უნდა, ის ვლადიმერ გუდუშევი. ოჯახმაც ხელი შეუწყო, რომ ბევრი კორუფციონერი ყავს ოჯახში. ჩამოვიდა იმის გამო შეუთვალეს, წამოდი ჩემთვის და ჩამოვიდა ეხლა. ეგეთ ნამუძგვარი ცხილი არ არის ალბათ. შემდეგი არის გიორგი ხაინდრავა. იგივე თავდაცვის სამინისტრო. ანუ თან ეს კიდევ უფრო მძიმეა რა, როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ტერი არის შენ საზღვართან. და ამ დროს ადამიანები ახერხებენ, რომ საკუთარი ქვეყნის თავდაცვას და უმნიშვნელოვანეს ამბავს ხო, ბოდიში ერთ იმას მიუბრუნდები, იმას მე გირა ორივე შეუფარდეს, ბოლოს ორივე გამოუშვეს. ოღონდ რა თქმა უნდა, პასპორტები ჩამოართვეს. აქ თავარი ის კი არა, ციხეში ყავდეს, აქ არის თან ახლოს ყავდეს კაცო და იმას ეს ხო ის არ არის რაღაც კორუფციასთან არა, აქ არის, ეს არის თული სამოღების ყობახიძის და ხარიბაშვილის გუნდები არიან დაპირისპირებულები და ამას ეწირება ამ პატიოსანი ადამიანების ბოდიში რაღაცას ამბობდი გავაწყოთ. ხო, შემდეგი არის გიორგი ხაინდრავა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ამ ვლადიმერ გუდუშევის კეისის ეს არის. და არის კობა გაბუნია. აი გამბავი არ ვიცი ეგ უნდა მოყვა შენ. კობა გაბუნია 300,000 ლარიანი გირაოსანაცვლოდ გაანთავისუფლეს, რომელიც იყო როგორც ამბობენ ლილუაშვილის კადრი და დაახლოებული ადამიანი. მე სხვათა შორის გუშინ ვიყავი ქუთაისში და სადაც ვიყავი ის კობა გაბუნიას სახლიც ახლოს არის და ვნახე. ეტყობა ამ ადამიანს რომ და მის სახლს რომ ესე რომ ვთქვათ სახელმწიფოს ბევრი ფული მოპარა. აქაც იგივეა, რა თქმა უნდა, როდესაც დინარაძე მოვიდა სუსის უფროსად, უნდათ გასულიყვნენ ლილუაშვილზე და ერთ-ერთი თევზი დაიჭირეს. ეგ არის გენერალური ამბავი სხვა შორის, სახლს რომ თქვი. ხო, ანუ თან ეს ქუჩა არის ყოფილი ჩეხოვის ქუჩა ქუთაისში. ეხა არის ჭავჭავაძის ქუჩა. და აი 10 სახლი რო დაინახო ამ ქუჩაზე და ვინმეს რო კითხო, აი ხა ვინ არის ვისი სახლი იქნება? თან გამორჩეულად რო გამოიყო. ხო, აი რა თან რაღაცა ხო ერთნაირად აკეთებენ, რაღაც გემოვნებაც ერთნაირია უთ ამ ადამიანებს და ლოროპი, სახლების ლოროპიანა. რაღაცა ეგეც, აი ვის კობა გაბუნიას სახლი რომელია, რომ კითხო სრულიად უცხო ადამიანს, ვინც პირველად არის ამ ქუჩაზე, იტყვის რომ აი ეს ისეთი მარტივია რა. მე გავსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში საირმეზე. ჩემ ბავშვობაში მე შევარდნაძის დროს ვიყავი სკოლის მოსწავლე და ხა შევარდნაძის დროს კორუფციაც რა მასშტაბის იყო, ყველას გახსოვთ. მაშინაც კი ოღონდ ამ რატო ვახსენებ ამას. საირმის მაშინდელი ელიტა, სამთავრობო საირმეზე იშენებდა სახლებს. ზუსტად ვიცოდი მე 8 კლასელი ვიყავი, რომ გამოვიდოდი, რომ ეს იყო ალავიძე იყო ჩემ ეგეთი პოლიციის უფროსი. ეს იყო ალავიძის სახლი, ის იყო ვიღაცის სახლი ეს ყო. ეს ისინი მაინც ერთად კონცერტზე ერთად ვილას მოუყარეს თავი და ისეთი საირმე მაინც ცოტა მოტეხილი ადგილია რა. თუ სპეციალურად არ ახვალ, მაგათ სახლის ანახავად საირმეზე არ მოხდები. ანუ მაგათაც კი ქონდათ რაღაც ეთიკა. ამას წინათ აღმოჩნდი წავკისში. აი ქოცურ თუ გინდა ნახო აი გაბუნიას кейსი არის, თუ გინდა ნახო რამდენმა კაცმა როგორი ფული იშოვა, აი მართლა სახლი ყველა რო ერთნაირი არის. უნდა წახვიდე აი წავკისის ახალი უბანი არის რა. გადმოიხედო ყველა სახლი ჯერ ხო ერთნაირია მართლა, ყველა ლოროპიანაა რა. თუ კალაძეს ვერ დაუკარგო, ჩაცმა იცის და მე ეს რაღაცა საწყალი ტიპები ის რაგვარია ეს. კარგი ხარისხის ფეიკები. მონაკო და ვიღაცები ყველა გუალ ზარქუა და ვიღაცები რომ ამოიცვეს. თან ცოტა ნიუკლუჟად საწყალად ეს ლოროპიანა რა. თან ზარქუას არაფერი არ ხდება. ხო, რაზე ჩაიცვას არ იცის, მე ვიღაცას ფეხსაცმელზე არ იყო, იმან კეპკა დაიხურა ლოროპიანას უბედურება, მოკლედ. ეგეთი სახლები აქვს რა, რო იცოდეთ ერთნაირი თანამედროვე სტილში.
და აი თუ გინდა ნახო ფულის აწავიდა, რა ვიცი, თქვენ შვილებს რომ მოაკლდა, ჯარს რომ მოაკლდა, ის უნდა ახვიდე წავკიში მან გამახსენდა, ანუ სიხარბე და ამ სიხარბის დემონსტრირება. ხო, ეგა. რენო სირაძე არის Facebook ძალიან აქტიური ადამიანი და მანამდე დიდი ხანი ამ კაცს ბევრი საინტერესო რაღაცა უკეთია, იმენ დაწერა, ფინეთში ცხოვრობს, ემიგრაციაშია. ერთი ფერარი გაიყიდაო ფინეთშიო 2025 წელსო. ერთიო. და ჩვენთან როგორი ღორობა რა მასშტაბზეა, იცი გასული და თან ხო აღიაროთ, რომ ვინ ვისა აქ იმის თავი, რომ ფერარი იყიდოს, რაღაცა ბოლო მოდელის მანქანა იყიდოს, ან ეგეთ სახლი აიშენოს. კორუფცია. აქვს იმას ვინც კიდიათ. ვისაც კოლცენტრი აქვს. ხო, ან კოლცენტრი აქვს. ან კორუფციონერია. არ მალავენ. უნდა რომ ამის დემონსტრირება გააკეთოს. მოდი შე კიდია რა. საბჭოთა მენტალიტეტის ისა აქვს რა. ხო, აი საბჭოთა კავშირს ეგ ახასიათებდა ერთი, აი მაგ ბოლომდე ვერ ნახე რა, საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა. ფასად ვერასდროს კარგ ფასადიან სახს ხო ვერ ნახავ მაგ დროის. იმიტომ რომ იმას არ უნდა გამოიჩინა ეგრე. ვერ რაჩენდნენ, მაგრამ ეგ ქონდათ სურვილი და ამას ახერხებდნენ სხვადასხვა გზებით. გამოვლინება ქონდა მაგას. კი, ეგას მაგის გამოვლინება იყო რაღაც უსაზღვრო სუფრა მაგალითად. აი ამას კიდია ყობა გამუნიას. თავის უბანში აი იქ, ხო თქვი რომ ყველა მიცის. თავის უბანში ჩადგა მაგარი ბაიტი. რომ ყველამ დაინახოს, რომ ყობა დიდი კაცია დღეს პოლიშოვა. დიდმა კაცმა ყობამ გირაო 300,000 გადაიხადა და დღეს გარეთ არის, ხო? ხო, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით აბადაძე გირაო აქაც. ხო, აქაც გირაოა. ანუ ხო ხვდებით, როცა ადამიანს შეუძლია გადაიხადოს 300,000 ლარის გირაო, თუ რა მასშტაბის კორუფციაში იყო. როგორ შეიძლება რომ მაგის თავი გქონდეს, შეხედე საშუალო ხელფასს, რა ვიცი, ყველაზე კაი ხელფასი 10,000 ლარი, რამდენი წელიწადში ხო, არ არის იმდენი რომ 300,000 გქონდეს, ვერაკროვებ. მაგდეს. იხდიან. და ჩვენც რაღაც შევეგუეთ ამ ყველაფერს. და ამ დროს არ დაგვაუწყდეს რომ ჩვენს პენსიონერებს ემატება 20 ლარი პენსია. ჩვენ პენსიონერებს ემატება 20 ლარი პენსია. ესენი აი ესე ღორდებიან თბილისში და თბილისის შემოგარენში უბნები შენდება, რომლებიც მთლიანად კორუფციონერებთან დაკომპლექტებული. სხვა შორის იმ წავკისის სუმაში არ ვიცი ვისია, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა შემხვდა. აქედან ვიყურები აი ამ სახლიდან სადაც ვიყავ და დავინახე რომ უყურებ მეცნობა შენობა და რაღაც ერთ წუთში დამარტყა. ერეკლე მეორის სასახლეა. ვიღაცა ტიპს არ ვიცი ვინ არის, მოსაკვლევი არის, რეპლიკა აქვს, ერეკლე ბატონიშვილის სასახლის თელავში რეპლიკა აქვს ჩადგმული წავკიში. ხო, აი დარწმუნებული ვარ რომ არა აქვს მაგაც ფული კარგად ნაშრომი. მაგრამ კარგად ქონდეს არ უნდა დაუბრალო. აი იმითი რომ პენსიონერი პენსია გაიზარდა 20 ლარით, იმითი რომ აი ესე ცხოვრობენ ესენი, მინდა რომ ნელ-ნელა კი არა და ნაზად გადავიდე ჩვენი დღევანდელი პოდკასტის ეპიზოდის დასკვნით ნაწილზე და ვილაპარაკოთ იმაზე რომ ქართულ ოცნებამ გადაწყვიტა და მოლოცვა არ დაგვაწყდეს კვერცხის ფასი. გილოცავთ ხალხო, კვერცხის ფასი 5% დაეცა. ოღონდ წინ 2025 წლის დეკემბერში გაძვირდა. ხო, ეგ მინდა შეგახსენოთ რომ ანუ ეხლა სულ მოიმატა 0.14%. ანუ ეგ არის მთელი აბსურდი და ფოკუსი კონცეფტი. მაგრამ 5% დაიკლო. მოკლედ, აი 5% რომ დაიკლო და სხვა რაღაცები კიდევ უნდა დააკლო, ამისთვის ხო შეიქმნა ჯერ სამთავრობო კომისია. იმათმა ხო თქვეს რომ თურმე ძნელი ყოფილა ფასების დაწევა და მოდი ეხლა აი ეს მასკარადი პარლამენტში გადავიტანოთო და პარლამენტში შექმნეს კომისია. ხო და აი ჩვენი დასკვნით ნაწილში გვინდა რომ აი ამ კომისიაზე გელაპარაკოთ, ვინები იქნებიან ის ხალხი, ვინც თქვენ ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნებს, დაფიქრდებიან, იმუშავებენ ამაზე. რა შემადგენლობა არის და ეს საკითხი ნამდვილად აწუხებთ. აღმოჩნდა რომ აი ამ შემადგენლობიდან 14 კაციანი კომისია არის, საპარლამენტო კომისია ფასების რეგულაციის და 14 კაციდან 7 ნახევარი არიან მილიონერები. უბრალოდ მილიონერები არიან. და სავარაუდოდ ბაზარში ბოლოს რა 15 წლის წინ იყვნენ. პირველი გავხსნათ შოთა ბერიკაშვილი, ჩვენი მილიონერი დეპუტატი, რომელსაც 2.4 მილიონიანი კერძო სახლით და წელიწადში 5.4 მილიონი შემოსავლით. აი ეს ადამიანი და სადღაც 500,000 ლარი დახარჯა საყიდლებში და მისმა მეუღლემ სადღაც 300,000 რა. ანუ ამ ადამიანს ახლა როგორ არ აინტერესებს რა ფასი აქვს კვერცხს, რა ფასი აქვს ზეთს და ბევრი ნიუც რომელიც სყიდვაც დღეს უკვე პრობლემაა ადამიანების. რომელსაც ქვეყნის გარეთ და მე ბევრჯერ მინახავს ჩემთანაც სახლთან მაღაზიაში ადამიანები, როდესაც რაღაცას იღებენ და მე დახთან მიაქვთ და გატარების დროს როცა ხვდებიან რომ ის თანხა არ აქვს საკმარისი, რამხელა უხერხულობის გზნობა ეუფლებათ, რომ ეს უკან დააბრუნონ. შოთა ბერიკაშვილს ეგ პრობლემა არ დაუდგება ოთარ, იმიტომ რომ შოთა ბერიკაშვილი სადაც ყიდულობს არ ვიცი ალბათ გასტრონომში, იქ ეგრე არ ხდება ხოლმე, ხა ეგეთ პრობლემებაში არ არის. ის აი ამას ხო ანახებს ვიღაცა შოთა ბერიკაშვილს და ფილმეთ იქცავს. ერთხელ მაინც თქვი მაგ კომისიის ხდომაზე
ბოლოს ბაზარში როდის იყავი, ან ნიკორაში როდის შეხვედი, ბოლოს რამის საყიდლად. რაღაცა ბავშვისთვის კამფეტის კი არა, რეალურად. აი ეგ როდის იყო შენ ცხოვრებაში, რომ დღეს უნდა დაჯდე და სერიოზული სახით გადაწყვიტო ადამიანების ყოველდღიურობა, ჯოჯოხეთური ყოფაში, როგორ აი ამ ჯოჯოხეთურ ყოფაზე რაღაცა ცინიკური მასკარადი დააშენო, როდესაც შენ მარტო ერთი 20,000 გაცვია ყოველდღე, როცა ამ კომისიის სხდომაზე მიხვალ, ერთი 1000 ლარისაც შეჭამ. რა ვიცი, აი ყოველ შენი ერთი თვე არის ალბათ რა ვიცი, 5,000 ქართველის ერთი თვე, რომელსაც თავი გააქვს ყოველდღიურად. აი ეს ტიპი გადაწყვეტს. ხო, არ დაგვეწდეს რომ ამ ადამიანს სამშობლო, ხო. და რა თქმა უნდა ეს ისაა დაზღვევა რა მისი ბიზნესის. თქმა უნდა, დეველოპერია ხალხო ცხოვრებაში საჯარო საქმესთან არასდროს არ შეუულია. მთელი ცხოვრება ფეხებზე რო ეკიდა თქვენი ყოფა, თქვენი რეალობა და ფულს აკეთებდა, დღეს პარლამენტში ზის და თქვენ ბედს წყვეტს. ხო, ანუ თან რა ცინიკურია რაღაცა ფუნქცია ხომ იცეს ახლა ამერიკაშვილს. ანუ რა ფუნქცია მიცეს? რო ადამიანებს ეუბნება რომ მე ხა მოგიგვარებთ ფასებს და თან ვერ მოაგვარებს, ოღონდ ამაზე ერთი ნატამალი პასუხისმგებლობა არასდროს ცხოვრებაში არ შეეძლო. შემდეგი არის ნინო წილოსანი. არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი გავაკეთო ამ ადამიანს. გავიარე. ხო, იცით რომ მილიონერია, არაფერი, ნინო. დანარჩენ თვითონ ნინო ახერხებს მის თავის კარგად წარმოაჩენს. ნინო ყოველდღე თავს გახსენებთ, პრობლემა არ არის. აღარ ჭირდება ამ გოგოს ჩვენგან არავით არის წაშველება და დახმარება იმისაც რომ დაგანახოთ. სხვათაშორის პაატა გუჟინაძე ამათ ფონზე მე მგონი ღარიბიც არის. ღარიბია პაატა გუჟინაძე, მაგრამ უკვე პაატა გუჟინაძეც 1,200,000 სულ რაღაც ფლობს. და შემდეგი არის ვახტანგ თურნავა. ვაკო თურნავა იგივე, რომელიც არის ესეთი გამორჩეული რაღაცა ცოტა playboy კოცი. ხო, ესეთი. ცოტა აი კალაძის ჟანრის გამგრძელებელი ხაზიაკ და თან არა ეთქო ბიტკოინებიც აქვს რა. კი, ხო, მაგიტო ბიტკოინები აქვს რაღაცა. აი იმისგან ბერკაშვილის თუ 20,000 აწვია, ამას 45,000 აწვია, რაღაცა ესეთია რა, playboy-ია, ახალი playboy. ღარიბა თუ სახში ინახავდა ფულს ეს ბიტკოინში. ეს ბიტკოინში ინახავს 564,000 ლარის ღირებულების 7 საათი აქვს. რაც დეკლარაციაში ჩაწერა 200,000 დოლარი ბიტკოინი. ანუ ეს თან ეს ციფრები არის ის რაც ვიცით და უბრალოდ 7 კომპანიის მეწილეა, 4 კომპანიის დირექტორია. მეც არ გამოგზავნე. 2 მეწილე და 1 დირექტორი. მოკლედ, კარგად არის თურმე. კარგად არის, თქვენ არ ინერვიულოთ. თქვენ არ ახართ კარგად და თქვენ არ ინერვიულოთ, ის კარგად არის. ზაზა ლომინაძე. ზაზას ნახდათ უჭირს რა. ზაზა 240,000-ით არის მარტო. ზაზა ლომინაძე შეგასწავლეთ, მანამდე პატრიოტთა ალიანსის წევრიც იყო. ხო. იქიდან მოხდა პირველად პარლამენტში. გელა სამხარაულიც ისეთ მოკრძალებული კაცი არის აშკარად. 9 მილიონი ლარის ნაღდი ფულით და 17 მიწის ნაკვეთით. მოკრძალებული კაცია, 17 მიწის ნაკვეთი რა არის. 180,000 ლარი შვილების განათლებაში დახარჯა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. 5 წელიწადში 180 ლარი შვილების განათლებაში დახარჯა და არც ერთი არ ისწავლიდა კამჩატკაში ან სადღაც იქით რუსეთში. აი თუ კამჩატკაში არც ერთ საქართველოს საჯარო სკოლაში. ანუ ევროპაში. სადღაც ევროპაში სწავლობენ საავადმყოფოდ მისი შვილები ან ძვირიან. ოღონდ ამათ შვილებს იმუნიტეტი აქვთ. კი. არ თხოვდებიან ამათი ბიჭები. ხო, ნუ იქ ევროპაში ესენი არიან ჩვენი ისწავლე. ილია ინჯია არის ესეთი ხა, აქაც აქ თლათ ილიას ნუ დავაბრალებთ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარე კორუფციონერის შთამომავალია ბატონი ილია. რა მამამისი არის ლეგენდა ქართული კორუფციისა. მამამისი არის კაცი, რო იცოდეთ, ამას მე არ ვამბობ, შევარდნაძის თავის ავტობიოგრაფიაში წერდა ცხონებული გელა ჩარკვიანი, რომელიც ძალიან მორიდებული კაცი იყო და ისეთი ხო სიტყვა ძუნწი და თავშეკავებული გელა ჩარკვიანი წერს რომ აი მაგ ვერაცდა კაცი თავის ციკში რომ ეგეთი რამე არავის არ უნახავსო კაცი ბლოკავდან იყო შევარდნაძის მინისტრი ხალხო კომუნიკაციების და შევარდნაძის სიძე მაგთის რო აკეთებდა იქიდან წილი რო ვერ იჩალიჩა და კორუფცია იმას გაუქმელი არ მიწა ლიცენზია ანუ შევარდნაძის სიძეს არ აძლევდა ლიცენზიას იმიტომ რომ ვერ დავაგდა კორუფციულად იმას ჩემი დოლია ჩემთან მოიტანეს შინელი ტიპი იყო. ნუ ამის შვილი არის ილია. ნო? ილია ქვია და ნუ ეხა ილიას აქ რა მოდგმოთ მოყვება. თან არ დაგვაუწყდეს ფრიდონის ესე იგი მოღვაწეობა წინამოწვევის ფრიდონი იყო ამბოხებული პატრიოტთა ალიანსის წევრი, რომელმაც შექმნა პარტია ევროპელი სოციალისტები. ევროპელი სოციალისტები და მათი ის იყო.
სხვათა შორის ამ პარტიის წარდგენაც ძალიან სასაცილო სიუჟეტი იყო საერთოდ. კი. ხო, ინჯას ქონებას რაც შეეხება, უბრალოდ კარგი მოსაყოლია. კატერი 4 ავტომობილი, 6 მოტოციკლეტი. ბინები თბილისი, თურქეთი, რუსეთი. $25,000 ზიარაღები, 479,000 ნაღდ ფულად, 4.2 მილიონი უძრავი ქონება, სახლები თურქეთში, თბილისში, რუსეთში. 10 მეტი კომპანიის მეწილე და ასე შემდეგ. 50,000 კვადრატული მეტრი უკამში. ხო, მე მგონი ამის ქონებაზე ტომეული იქნება. კი, ეს ისეთია, ეს სუყი კაცი არის. ეს ის არის რა, მელოდი კაცი რო არის, კომისიაში რო იჯდა წულუკიანის და სანდომიანის სახით რო რაღაცებს ლაპარაკობდა, აი ეგ კაცია. ესენი არიან, მოკლედ ისინი ფასებს დაგიგდებენ. ამ რაც ვისაუბრეთ და ამ თემებს შევეხეთ, აქედან გამომდინარე, თქვენ გამოიტანეთ დასკვნით თუ ეს ადამიანები იზრუნებენ იმაზე, რომ თქვენ რაღაცა საგნები და პირადი მოხმარების ნივთები შეიძინოთ იაფად, ცხოვრება გაგიმარტივონ. რავი, თუ ეს ადამიანები ამას შეძლებენ, არ მგონია ჩვენ ნახეთ რა შეძლეს ამ ადამიანებმა შეძლეს საკუთარი ოჯახების გამდიდრება, ბედნიერი ცხოვრების მოწყობა, ვის ხარჯზე, ჩვენს ხარჯზე, ქართველი ხალხის ხარჯზე და სამწუხაროდ აგრძელებენ ისევ ამ საქმიანობის რითაც დაკავებულები არიან უკვე წლები. ოპორტუნიზმი, მეშანობა, ცინიზმი. ხო, ცინიზმი რა, ეს არის ის რაც არის modus operandi ამ ადამიანებისთვის. აი ეს რაღაცა შიშველი კარიერისტობა, საზიზღარი, ყველაფრის კადრება, ყველაფერზე გადაბიჯება, საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი სითბოსთვის. აი ხო ვინც ჩამოთვალეთ, ალბათ არავის არ გაგიჩნდათ განცდა, რომ ეს ხალხი თქვენ სამსახურში აპირებს, რომ შეაყენებს ამ ქვეყნის მტერს ან ათენებს და აღამებს მუშაობაში. ბევრი რამ გითხარით, ბევრი რამ არის ჩემი აზრით დასაფიქრებელი ამ ყველაფერში. ერთის რომ რაღაცა შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან მწარე გემო დაძდევს. ამ ყველაფერს გაძდევს მწარე გემო უსამართლობის. უსამართლობა არის ყველაზე მთავარი უბედურება, რომელიც ქოცმა შექმნა და ამ უსამართლობაში ცხოვრობთ. იცოდეთ, რომ თქვენი ყოველდღიურობა ეს არის. ეს ადამიანები, რომლებიც ხაპავენ, კარგად ცხოვრობენ თქვენს ხარჯზე, არა რაღაცა სხვის ხარჯზე, თქვენს ხარჯზე. და ხო, ამ ცინიზმის პიკი იყო ის, რომ თურმე ამ ქვეყანაში ყველაფერი ძვირი რო არის ოპოზიციის ბრალი. ხო. თურმე ეს ყველაფერი არის ოპოზიციის ბრალი, ჩვენ გვიხარია მაღალი ფასები. და გვინდა რომ აი ამით რაღაც საბოტაჟი თურმე მოუწყოთ და მაგას გვაბრალებენ. ამ ყველაფრის ცინიზმი არის კიდევ ის, რომ აი ეს ვინც ჩამოგითვალეთ ეს ამბები, მაგალითად არსებობდა ცოტა ხანი უდღეური ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ხელმძღვანელიც ხან რომელ პოზიციას დააყადა რაჟდენი, ხო? რაჟდენი ხან რომელ პოზიციას დააყადაღებდა, ხან რომელს ხან დეკლარაციას. რაჟდენზე გავიხსენებ ძალიან სასაცილო кейს რა. რაჟდენმა რაღაცა პოსტი გამოაცხო Facebook-ზე და იყიდა ლაიქები. ძალიან ბევრი მოუვიდა რა. რაჟდენის ფოტოს ჰქონდა 42,000 მოწონება და შემდეგ ზუ იყო რაღაცა ტაივანის და ამ ტაივანი რაღაცები იყო იქ. აი ამ სტანდარტში ვცხოვრობ. სტანდარტში საუბედუროდ. ჩელეს იმას რა ქვია, ჩელეს დაუყადაღეს ანგარიში და მეგონი 1 წელი და საწყლი ხარდაიტარი დეკლარაცია. არ შეავზო და რა ბერეკაშვილი და ისა რა ქვია კვიჟინაძეს ამგონია რომ ვინმე რამე დეტალს თხოვდა. ხო და ამას როცა ეკითხება ჟურნალისტია თუ სხვა ადამიანი, ხო რაღაცა ისეთ პასუხებს გცემენ რა რომ მე ეს ნაკეთებ ცხოვრება მუშაობა. მაგაზინი ძალიან კაი გისაა რა, უნამოსო საფურთხებდნენ და უირა ჟუჟუნაწვი მომოდისო. ხო. ძალიან კარგი მაგალითი არის კულტურის მინისტრი ქალთან რუხაძე, რომელს თქვა რომ მისი დაქალის და მის კომპანიას რო სახელმწიფო მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო 100,000-ობით ლარს ურიცხავს და აი ესე დააგროვა მთელი თავის ქონება კლიენტელიზმით, კლიენტელიზმი ქვია ამას, თურმე რომ ისეთი ჭკვიანია და მთელი ცხოვრება მაღალ გაიხოთ ხა როლექსი ყველას უკეთია ხელზე. ამ ცინიზმში ვცხოვრობთ. ეს არის რეალობა, რომელსაც იწვევს გაზულუქება, რომელსაც იწვევს ხელშეუხებლობა, რომელსაც იწვევს განცდა, რომ შენ ვიღაცაზე უპირატესი ხარ, შენ ხელს არ გახლებენ და შენ ყველაზე წინ იქნები. ეს განცდა მაინც აქვს ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი ღარიბაშვილის პირობებში დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ზის და იქ სასჯელს იხდის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აი ამ ბოლო ჟამის ქოცებს დღეს მაინც აქვს განცდა, რომ მათ არ შეეხებიან. განცდა რა, სხვა გამოსავალი რა აქვს? არაფერი. ასე ცხოვრობენ და ასე იცხოვრებენ ბოლომდე. სადამდეც ივანიშვილი მათ მიუშვებს, მანამდე იქნებიან
თქვენ ხარჯზე გაზულუქებული და აღზევებული დაბიოები. არ შეეგუოთ ამ ამბავს, არ უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს, უნდა ვიცოდეთ სადა ვართ და არც ერთი წუთი არ გქონდეს ილუზია, რომ ამას რამე უშველის გარდა ამ ხალხის მოშორებისა. რომ აი ამ უბედურებას რამე გამოასწორებს, არ ვიცი, ყობახიძე გამოასწორებს თუ ვიღაცა სხვა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ამ ყველაფერზე დგას კოცობა. შეიძლება ჯუანშერ ბუჭულაძე ციხეში ჩასვას და ზვარაკად შეწიროს ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ვაკოთურნავების არის კოცური საქართველო. ვაკოთურნავები ითმობენ ხელს კოცურ საქართველოზე და ყოველთვის იქნება ახალი ვაკოთურნავები და ახალი ჯუანშერ ბუჭულაძეები, მანამ სანამ ივანიშვილის სისტემა იქნება. ხო. ანუ ეს არის რა, ამ უბედურებაში ვართ, ამ ადამიანების ხელში ვართ და ჩვენზეა და ალბათ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა რა, რომ მანამ ვიქნებით ამ მდგომარეობაში, სანამ იქნებიან ეს ადამიანები. ეგრეა. ამით გვინდა რომ დავასრულოთ მე-7 ეპიზოდი. არც ოთარს არ აქვს 50000 კვადრატული მიწა ოკამში, არც მე არ მაქვს 17 ბინა თბილისში, მოსკოვში და თურქეთში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გახდეთ ჩვენი გამომწერები და ამით მაინც მოგეხმარეთ რომ ვიარსებოთ და ესეთი ამბები და ჩვენი ციფრებიც რო გაიზარდოს რაღაცა. მოგიყვეთხოთ რაღაცა რიცხვებზე მაინც თქვათ რომ რა ვიცი 17 ბინა არ მაქვს, მაგრამ 50000 გამომწერი გვყავს. რა ვიცი, მაგით მაინც გაგვახარეთ. მადლობა. ამით მე-7 ეპიზოდი დასრულდა.